საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა, ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამბობს. Თუმცა ავტორიტეტული ფინანსური ინსტიტუტი ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიები სულ უფრო ხშირად ასახელებენ კვალიფიციური მუშახელისა და სამუშაო ძალის დეფიციტს. ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სწორედ ეს რჩება. აღნიშნულ მაჩვენებელსა და ქვეყნის ეკონომიკურ ტენდენციებზე დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. თამარ ჩიკვატიაგი ამბობს. მთავარი ყველაფრისთვის არის ეკონომიკის ზრდა. ეკონომიკური ზრდის სწრაფი და მდგრადი ტემპის კვალდაკვალ საქართველოში უმუშევრობის დონე ყოველწლიურად მცირდება. უმუშევრობის ისტორიულ მინიმუმზე ამჯერად საერთაშორისო სავალუტო ფონდი წერს. 105 წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა დოლარში იყო 16 მილიარდი 2020 წელს და ახლა არის 39 მილიარდ დოლარზე მეტი. ეკონომიკის სწრაფი ზრდა იწვევს სხვადასხვა პარამეტრის გაუმჯობესებას, მათ შორის დასაქმების კუთხითაც გვაქვს ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, უმუშევრობის კუთხით უпроსტად თავი აქცენტი უნდა გაკეთდეს მომავალშიც ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაზე. 2012 წელს საქართველოში ფიქსირდებოდა 442,000 უმუშევარი. აღნიშნული რიცხვი არის განახევრებული და აღნიშნული არის გამოწვეული იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც ატარებს ქართული ოცნების ხელისუფლება. გვაქვს მუდმივი კონტაქტი ბიზნესთან, ვანვითარებთ დასაქმების პროგრამებს, ჩავაშენეთ ახალი ქვეპროგრამა, ეს არის საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა. სწორ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე ხელისუფლების გონივრულ პოლიტიკასა და სუვერენიტეტის მაღალ ხარისხზე საუბრობს, რომელიც გახდა მთავარი გარანტი მათ შორის ეკონომიკური წინსვლის, რის შედეგადაც უმუშევრობის დონე უპრეცედენტოდ შემცირდა და ეს ტენდენცია გრძელდება. გონივრული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აწარმოა ბრიუსელის ზეწოლის მიუხედავად, ვიღებთ შედეგად იმას, რომ ჩვენთან უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე, სიღარიბის მაჩვენებელი არის ისტორიულ მინიმუმზე, ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შინაგანი პროდუქტი არის ისტორიულ მაქსიმუმზე. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ თქვა ისიც, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი უმუშევრობის დონე კიდევ უფრო შეამციროს. გასცა რეკომენდაციებიც. ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, სწორედ ამ მიმართულებით არის გადადგმული. აქ არის საუბარი კერძო სექტორის და განათლების სექტორის კიდევ უფრო მეტად დაახლოებაზე. უმუშევრობის დონის ისტორიული მინიმუმი საქართველოს ეკონომიკის მუდმივ ზრდას, ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევებთან ერთად ეს შედეგიც ადასტურებს.